გაზრდილია ძალიან. აი ხა პენსია ვიღე, წამლები უნდა ვიყიდო. აღარც მრჩება რომ სახში საჭმელი მივიტა. ასე ხმაურებიან საქსტატის მონაცემებს რიგითი მოქალაქეები, რომლის მიხედვითაც 2025 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.4% შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ, შემდეგ ჯგუფებზე სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ხილი და პურ პროდუქტები. გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელთა ფასებმა გასულ თვეს ყველაზე მეტად მოიმატა. ლიმონი 99%-ით, კომბოსტო 60%-ით, ბადრიჯანი 51%-ით, კიტრი 43%-ით, კივი 34%-ით, ფორთოხალი 26%-ით, მზესუმზირის ზეთი 23%-ით, მანდარინი 23%-ით, კაკაო 22%-ით, ნაყინი 21%-ით. რომელ პროდუქტებზეა ფასი მომატებული? აი ჯერ ერთი პური ავიღოთ. პურზე ხომ მოიმატა. ყველაფერზე, რა ვიცი, გინდა ბრინჯი აიღე, გინდა ზეთი აიღე, ყველაფერზე საკმარისად დიდი ფასები დაედო. და უფრო მეტის ის ამაქვს, უფრო მეტსაც მოუმატებელი. რა ვიცი, რა იქნება, არ ვიცი. თქვენ პირადად რის ყიდოს ვერ ახერხებთ? ხორზე ხოლაპარაკიდად მეტია. აი უბრალოდ წიწიბურა რო ვიყიდო და ბრინჯი ვიყიდო, იმას ვერ უწოდებ. ვერანაირად ვერ, იმიტომ რომ 200 ლარს ვიღებ, იმ ხელა პროცენტი მიაქვს ლიბერტი ბანკსა. 200 ლარი, აი ახლა წამალში უნდა დავხარჯო 170, 180 ლარი, კასტილი დავდივარ, ვერ დავდივარ ფეხით. რო წამალი არ ვიყიდო, ვერ გავივიდო. ყვებაც ხომია. გაზრდილია. რომელ პროდუქტებზე უფრო გაზრდილია? სულ ყველაფერზეა, რავი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, სულ ყველაფერზე ზეითკენ არის. რამდენი ხანია გაზრდილია? ეხლა რომელ პროდუქტებზეა მომატებული? რა ვიცი, სულ ყველაფერზე. თქვენის ყიდოს ვერ ახერხებთ? თქვენის შეძენას ვერ ახერხებთ? არა, შეძენას ახლა რო გაგიჭირდება მარასიზა. ერთს მაინც აიღებ. რო სუმშიერი არ იყო. რაზეა მომატებული? წამლები და სულ ყველაფერია, პენსია ვიღე და 300 ლარს რო აფთიაქში დატოვებ და საჭმელზე ხო მეტი ელაპარაკე. ყველაფერი გამძვირებული არის შვილო. პურიდან დაწყებული და ზეთიდან და ზეთი როგორ გამიმძირა, ზეთი გინდა ჭამეგინდა. თვითონვე აცხადებენ გამყიდველები. თქვენ რა პროდუქტის შეძენა გიჭერთ მაგალითად? სულ ყველაფრისა იყო. სულ ყველაფრისა გიჭერთ. პენსია გვაქვს ის პენსია კიდე არ აქვს ყოფილი საბარაში. 4,5 რა. პროდუქტებზე გაზრდილია თუ არა ფასი? მარა არის გაზრდილი, ის კი რა წამლებზე არის გაზრდილი ფასი თორემა. მე პროდუქტი რა არის ხახმარა. და პროდუქტი უფრო უარესაა. ყველაფერმა მოიმატა, მაგრამ მგონია რომ გამოსწორდება ყველაფერი. რომელ პროდუქტებზეა ფასი გაზრდილი? ზეთზე, ბურღეულზე, ცომეულზე, ყველაფერს. პურმაც მოიმატა. როგორც საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.